ჯერ არ მიხსენებია სამტრედიასთან გამართული შეხვედრა წინა ტურის მატჩი, წინა ტურის სამტრედიისა და ლოკომოტივზე, ისე რომ ესეც ერთგვარი პლუსი სამტრედიისგენ. არის მეორე მომენტიც სამტრედიას სტუმრად 12 თამაში მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული და ამ 5-დან 3 სწორედ სამგურალთან შეხვედრაში აკანტობთ ეროვნულ ლიგაში მთლიანად კარიერაში. ასე რომ დასაწყისი საინტერესო გვაქვს ნახოთ როგორ გაგრძელდება ყველაფერი. მეწყალტუბოელებში იყო როდესაც სერგო კუხე თამაშიდან რომელიც გაიტანა საბურთალოსთან სერგო კუხიანიძის მიერ გატანილი გოლი იყო. ერთი შეხედვით წინა ხაზში საკმაოდ კარგი მე ვთქვი რომ წინა შეხვედრა გუნდმა თავისთვის უნიშნულოვანესი მატჩი მოიგო ოთარ კობახიძის უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი პენალტით იმ პერიოდში არაბიძემ პენალტიც გააცუდა, მაგრამ ვინც ნახა შეხვედრა ყველა დაგვირთანხმება რომ გიორგი დიას ორი შეხვედრა განსჯა მოუწია მას, სამწუხაროდ სამტრედიელთათვის იმ შეხვედრაში ორივე ეპიზოდი იყო გოლის გასატანად. ახალაძემ შვენივრად ითამაშა იქ ერთი მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი კიკაბიძე კერძოდ და შვენივრად დაარტყა ქვილითაიაც გამოცდილი მეკარე ვერ შეძლებდა ბურთს ეთამაშების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილები და მას შემდეგ გამოცდილი სოსოფოვიძეა, თუმცა უჩა სოსიაშვილმა საკმაოდ ისეთი მყარი საფუძველი ტყუილად არ ვაქებ, რადგანაც გუნდი მან ლიგა 3-ში ჩაიბარა, ამოვიდა ლიგა 2-ში, გასულ სეზონში თასის ფინალშიც გაიყვანა და არც ისეთი კატასტროფული იყო უბრალოდ ეს ხერთელი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გატანილი გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ავტორი. ასეთი რამ ხშირი არ არის. ყოველ შემთხვევაში ვერულიძე სეზონის სტარტზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ნამდვილად არ მოიაზრებოდა და ეს მისი მეოთხე მატჩია სასტარტო შემადგენლობაში. ძირითად შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი მოიაზრება, მაგრამ სასტარტოში არ იწყებდა ხშირად და მხოლოდ მეოთხე კიდევ ერთი კარგი პასი. აქ გილმორმაც დაგვანახა რომ მასაც შეუძლია ეფექტური გადაცემების გაკეთება და რაღაც ისეთი ხო, მატჩის დასაწყისში ალბათ ზოგადად, როდესაც ხა გულშემატკივარი გადახედავდა, შეიძლება ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ალბათ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს და პენალტი. ცოტა პაუზა ჰქონდა ამ ეპიზოდში ჯენერი ხორავას და საბოლოოდ გაიშვირა ხელით 11 მეტრიანის ნიშნულისკენ. საინტერესოა განმეორებით ეპიზოდი. ლეკვთაძე და ახლა შემოსული რა თქმა უნდა, აქ არაფერი სადაოა. გადრანი. ცეცხლაძე, კარგია, და ხშირად არის ესეთი რამ, რომ ისეთი რეალური საფუძველი არ ქონია. დიდხანს გაჩერება არ ყოფილა, მხოლოდ გოლების გამოჩერდებოდა. დღევანდელ შეხვედრაში თამაში და შეიძლება ამის გამო საერთოდ არც არაფერი დაამატოს დღევანდელი შეხვედრის არბიტრმა. კარგია გილმორი ისე მოიგორთა ბრძოლა და დაჯარიმდნენ მის წინააღმდეგ. მარჯვნივ გადაცემა დოლიძის მისამართით, ნახოთ დოლიძე ასათიანი მის წინააღმდეგ. 7 გარემოა შეიძლება თქვას, ახლა ვერ ვიტყვით რომ ბრძოლა არ იყო პირველ ტაიმში, მაგრამ ერთი გუნდი იმის თუ რამდენს დაამატებს საჯი ამა თუ იმ შეხვედრის ნებისმიერ ტაიმს. მარჯვენა ფრთიდან კარგი შეტევა.